ამერიკული კომპანია აპრობირებულია განმავლობაში დაახლოებით შეადგენს 20 დაახლოება ერთ შემთხვევაში ესე ძალიან გოსტურა თბილისის მერი ჩვენ საუბარი ქონდა უცხო თანამშრომლის გაღრმავებაზე, ასევე მის წინაშე დავაყენეთ ის პრობლემატური საკითხები, რომელიც შეეხება როგორც სახანძრო სამაშველო, ასევე სასწრაფო სამედიცინო სერვისის გაუმჯობესებას, ასევე ჩვენ გავაცანით ჩვენი მუშაობის სპეციფიკა და ვისაუბრეთ იმ საომავლო გეგმებზე, რომელსაც 112 ნერგავს. მე დაგვირდა ჩვენ აი ამ პრობლემების ყველაფრის გაანალიზებას და შემდეგ მოგვარებას, რა თქმა უნდა, თავისუფლად ისინი მუშაობენ, რომ ბრიგადების დამატება მოხდეს და ასევე სასწრაფოსთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად და რა თქმა უნდა 112-თან ერთად შემუშავდეს ის პროტოკოლური სისტემა, რომელიც გაუმჯობესების გამოძახების სპეციფიკას შემუშავდება სტანდარტი უშუალოდ გამოძახების და მოხდება იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც აქამდე მოქალაქეებს რა თქმა უნდა აწუხებდა. ჩვენ ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობთ 112-თან რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის ეს არის სასწრაფო სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებული სერვისი, შუქნიშნების მართვა ხდება აქედან და გარდა ამისა საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის თვალსაზრისითაც გვაქვს თანამშრომლობა. ჩვენი უმთავრესი ამოცანა არის, რომ გავაღრმავოთ თანამშრომლობა და ის ცალკეული საკითხები კოორდინაციასთან დაკავშირებით დამატებით მოწესრიგებას აჭირებს, ამაზე ვიმუშაოთ აქტიურად ორივე მხარემ. არის ერთობლივი საკითხები, არის საკითხები, რომელიც უშუალოდ თბილისის მერიამ უნდა უზრუნველყოს. ამ შემთხვევაში მე გამოვყოფდი სასწრაფო სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხს იმისათვის, რომ გამოძახების ოპერატიულობა გაიზარდოს ჩვენ დამატებით, რა თქმა უნდა, ეკიპაჟების რაოდენობას უზრდით. გარდა იმისა, რომ ყავს 80 მანქანა, არის 16 სარეზერვო და დამატებით 13 ავტომანქანის შეძენაზე გამოცხადებული გვაქვს ტენდერი. ტენდერის დასრულების შემდგომ, რა თქმა უნდა, ეს ახალი მანქანებიც დაემატება და უფრო მეტი მანქანა გვექნება და უკეთესი სერვისი იმისათვის, რომ მოვიმსახუროთ მაქსიმალურად ოპერატიულად ჩვენს მოქალაქეებს.